როგორ დაახასიათებდით ნატოსა და საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობას, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რაც 2024 წლის შემდეგ განვითარდა? პირველ რიგში ნატოსა და საქართველოს უკვე 30 წელზე მეტია ღრმა და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ. ნატომ წლების განმავლობაში საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, შესაძლებლობების განვითარების, პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის მიმართულებით. და იმავე პერიოდში საქართველომაც ძალიან ბევრი მისცა ალიანსს, შესაძლოა სხვა ნებისმიერ პარტნიორზე მეტიც კი, როგორც მოცულობის, ისე ხარისხისა და გულწრფელად რო ვთქვათ, მსხვერპლის თვალსაზრისითაც. საქართველოს ნატოს მისიებში, წვრთნებში, ეგრეთ წოდებული ოპერაციული თავსებადობის დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. ამიტომ ინსტიტუციური ურთიერთობა და სამხედრო თანამშრომლობა ძალიან ძლიერი იყო და კვლავაც ძალიან ძლიერი. პოლიტიკური დიალოგი კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარკვეულწილად დაქვეითდა, უფრო თავშეკავებული გახდა, რადგან ალიანსში შეშფოთებულები არიან საქართველოში მმართველობის ხარისხთან დაკავშირებით. ხშირად გამოიყენება ტერმინი უკუსლა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მდგომარეობის თვალსაზრისით. მაგრამ შეხედეთ, ჩემი პოსტიც სწორედ იმისთვის შეიქმნა და მეც სწორედ ამიტომ დავინიშნე ამ თანამდებობაზე, რომ ნატოსა და საქართველოს შორის დიალოგის ერთგვარი არხი ვიყო. ამიტომაც ვარ დღეს თბილისში, რათა ეს დიალოგი გაგრძელდეს და ვნახოთ, არსებობს თუ არა შესაბამისი მზაობა ქართული მხრიდანაც. და არსებობს, ზოგიერთ მათგანს ხომ უკვე შეხვდით. ამ ეტაპზე ვიტყვი, რომ გახსნილობა ნამდვილად არსებობს. გუშინ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან. დღეს მოგვიანებით თავდაცვის მინისტრსაც შევხვდები. იცით, მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, შეგვიძლია დიალოგი ისევ სწორ კალაპოტში დავაბრუნოთ. დიპლომატისთვის სასარგებლო თვისებაა, მაგრამ რას ნიშნავს გახსნილობა? იმას, რომ მზად არიან მოგისმინონ, თუ იმას, რომ შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ? გამოჩნდება. ნატო მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია არ არის. ჩვენ დემოკრატიების ალიანსი ვართ, ღირებულებების ალიანსი. და ამიტომ გვაქვს გარკვეული მოლოდინები იმ პარტნიორების მიმართ, რომლებსაც ნატოში გაწევრიანება და ჩვენთან პარტნიორობას ვუთ. საქართველოს იცის, რა არის ეს კრიტერიუმები. ქართველმა ოფიციოზმა იცის, რა მოლოდინები გვაქვს მმართველობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ საქართველოს მთავრობის ხედვაც, როგორ წარმოუდგენიათ ჩვენთან დიალოგის ხელახალი გააქტიურება. თუ მიიღეთ რაიმე სახის გარანტიები და პირებები, მაგალითად გვესმის თქვენი წუხილი და რაღაცას შევწვით. ნამდვილად ვიგრძენი, რომ მომისმინეს. ვიგრძენი, რომ ჩვენი მოსაზრებები მოისმინეს. იცით, დიპლომატია ზოგჯერ იმაზე ნელა მოძრაობს, ვიდრე გვინდა. დარწმუნებული ვარ, განხილვები გაგრძელდება. დიპლომატია იდუმალი გზებითაც ვიწროვს. როგორც თქვენ თქვით, იდუმალი გზებითაც. ამიტომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მზად ვარ მოვისმინო, რა იქნება საბოლოო პასუხი. პრობლემები ერთი შეხედვით არ წყდება. დიალოგსა და დიპლომატიას დრო სჭირდება. და მე სრულიად მზად ვარ ამ დიალოგსა და დიპლომატიაში გრძელვადიანად ვიყო ჩართული. სხვა თემებზე გადასვლამდე ერთი საკითხი მინდა დავაზუსტო. თქვენ თქვით, რომ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა შესანიშნავ დონეზეა. ანუ უკუსლა არ არის. ყველაფერი თქვენს მოლოდინებს შეესაბამება. დიახ. პროგრესიც არის? ვიტყოდი, რომ პროგრესიც არის. და ასევე ვიტყოდი, რომ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის დონე და კომპლექსურობა ძალიან მაღალია. თუმცა აქ ერთი საკითხიცაა, ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის გარკვეული ნაწილი კონკრეტული მოკავშირე ქვეყნების მიერ ფინანსდება და არა მთლიანად ნატოს ალიანსის მიერ. და ამ ინდივიდუალური მოკავშირეებიდან ზოგიერთმა გადაწყვიტა ნაწილობრივ შეეჩერებინა ან შეემცირებინა ეს თანამშრომლობა. ასე რომ ეს უკვე ის სივრცეა, სადაც პოლიტიკური პრობლემები სამხედრო სფეროშიც გადაიღურება. და ცხადია, როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის, როგორც ნატოს პარტნიორისთვის საუკეთესო რამ იქნებოდა, თუ ამ კონკრეტული სამხედრო აქტივობების სრულად აღდგენას შევძლებთ. თუმცა ამას ქართული მხრიდან შესაბამისი ქმედებები სჭირდება.
I'm old enough, ambassador, to have reported on NATO. დასაგებია. ბატონო ელჩო, ნატო საქართველოს ურთიერთობებს უკვე 15 წელზე მეტია ვაშუქებ. საკმარისად დიდი ვარ იმისთვისაც, რომ მახსოვდეს ისეთი ტერმინები, როგორც იყო ოქროს სტანდარტის პარტნიორი. და საგულისხმო, რომ მაშინ ჩვენ საკმაოდ კრიტიკულები ვიყავით ამის მიმართ და ვამბობდით, რომ ეს ერთგვარი სანოგეშო პრიზი იყო, რომ ეს არ იყო რეალური პროგრესი წევრობისკენ. ამის ფონზე დღეს სად ვართ? დღეს სად დგას საქართველო? უფრო ახლოსაა ნატოსთან, ვიდრე 10 წლის წინ იყო? Now than it was 10 years ago. In practical terms, I would say yes. პრაქტიკული გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ დიახ, ჩვენ ინსტიტუციური და სამხედრო თანამშრომლობისთვის სიღრმისა და კომპლექსურობის კუთხით საქართველო ნატოსთან უფრო ახლოს არის. ეს კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. ამასთან დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში გულწრფელად რომ ვთქვათ, ნატოს გაფართოების მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს, არც საქართველოს და არც სხვა რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. მაგრამ ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმას ვურჩევდი, რომ მხოლოდ წევრობაზე ან გაწევრების პროცესზე ზედმეტად არ კონცენტრირდნენ. ჩვენ გვაქვს უამრავი ინსტრუმენტი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობისთვის, უკვე არსებული ფორმატის ფარგლებში. სრული წევრობის მიღმაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. There's more we can do in this space short of full membership. That is exactly what ზუსტად იგივეს გვეუბნებოდნენ ნატოს წარმომადგენლები 10 წლის წინაც, იმ ოქროს სტანდარტის პარტნიორის პერიოდში, ანუ ეს გზავნილი არ შეცვლილა. თუმცა უკვე თითქმის 20 წელია სწორედ წევრობაზე ვართ კონცენტრირებული და ამ ფიქსაციას ასე მარტივად ვერ შეველევით. ამიტომაც მინდა გკითხოთ, ბუქარესტის სამიტის დაპირება ისეთი შეუქცევადია, როგორც დაახლოებით 10 წლის წინ ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი გვარწმუნებდა. Well, more than the Bucharest statement. ბუქარესტის სამიტზე მეტად ვაშინგტონის ხელშეკრულების მეათე მუხლია მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ღია კარის პოლიტიკას. ეს ნატოს დნმ-ის ნაწილია. მაგრამ ამის გარდა დიახ, ბუქარესტის სამიტის გზავნილიც კვლავ ძალაში რჩება. კონკრეტული ვადები არ არსებობს, თუმცა ნატოს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ნება და განზრახვა არსებობს. საქართველო მიუხედავად ნებისმიერი პრობლემისა ამა თუ იმ მთავრობის პირობებში, ნატოსთვის მაინც უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. და ეს არის პარტნიორობა, რომლის შენარჩუნებაც და წინ წაწევაც გვინდა. განზრახვა ცოტათი უფრო დაბალი რანგის სიტყვად ჟღერს დაპირებასთან შედარებით. ადრეს სწორედ ეს სიტყვა გამოიყენებოდა. Well, I won't mince words. სიტყვებს არ მოვერიდები, ვიტყოდი, რომ ბუქარესტის ვალდებულება ნამდვილად არის დაპირება, მაგრამ ეს უპირობო დაპირება არ არის. ეს ორმხრივი პროცესია. ასეა ნატოს ყველა პარტნიორობასთან დაკავშირებით და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება. All of our partners, and that certainly applies to Georgia. Lovely to talk to you. Great. Thanks so much. Take care. Yeah.